სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერი ვაჟკაცობისა და რაინდობის სიმბოლო. ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივს სრულიად საქართველო მიაგებს. ორივე მხარეს საქართველოა. ეს იმ კაცის სიტყვებია, რომელიც აფხაზეთთან ერთიანობის იდეას 30 წლის წინ შეეწირა და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდაც იქცა. კადრები ჟიული შარტავას ბოლო დღეებს ასახავს. 7 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი 80 წლის გახდებოდა. ტრაგიკული სიმბოლურობით ის სეპარატისტულმა რეჟიმმა სოხუმის დაცემის დღეს 27 სექტემბერს 27 თანამოაზრესთან ერთად დახვრიტა. დღეს საფლავთან მეგობრებმა და თანამოაზრეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რომ მისი სიკვდილით დაეცა სოხუმი და ეროვნული იდეა, რომელიც ქვეყნის გახლეჩისგან გადარჩენას ცდილობდა. Ხანაერად მე ვერ წარმომედგინა ჟიული. ის უნდა გამختارიყო ეროვნული გმირი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ის ემზადებოდა ამისათვის. თავარი და ძირითადი ღირებულება იყო ის, რომ სამშობლოს სიყვარული მისთვის ყველაზე უფრო მთავარი იყო. თქვა რომ მდგომარეობა რთულია და ვერავინ გვეხმარება, იქნებ ქუთაისმა რაღაც შეძლოს. 300 კაცი ჩავფრინდით ჩვენ. ერთ დღეს ვნახე დილით კაბინეტში ჟიული შარტავა ხელებ აპყრობილი ზემოთ უფალს ეხვეწება, რომ უფალო მეწამიყვანე და საქართველოს გადაარჩინე. პერს უკვირს ჟიულიმ რაც გააკეთა, მე არ მეკვირს. ის ცხოვრობდა ისე, რომ მისგან სხვა მოსალოდნელი არ იყო. შარტავას როლსა და ღვაწლზე საუბარს დაეთმო დღეს ვრცელი ღონისძიება პარლამენტში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა გახსნა. ითქვა, რომ მშვიდობა და დიალოგის პოლიტიკური არჩევანია, რომელსაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ატარებს და ამით ჟიული შარტავას ღირებულებებს იზიარებს. მნიშვნელოვანია ყველა თაობამ შეინარჩუნოს ზონა მისი გმირობისა და კონდეს მაგალითად თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის სამსახური, რას ნიშნავს შენი ხალხის სიყვარული და რას ნიშნავს ინდივიდუალური აქტი თავგანწირვის. როცა ის დაინიშნა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, აფხაზები და ქართველები ამას იმედიანად შეხვდნენ. მან ის კვალი დატოვა, რომლის ნაკვალებზე მივდივარ და ჩვენ ვაშენებთ იმ განწყობას აფხაზო-ქართულ ურთიერთობაში, რომლის გამო დაიღუპა ბატონიშვილი. ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. ასე გამოეხმაურა ეროვნული გმირის დაბადების დღეს პრემიერ-მინისტრი. აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის როლზე დაწერა თავდაცვის მინისტრმაც. დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა. ჯერა ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მისი გმირობა გამოჩენილი სიმტკიცე და სიმამაცე სამაგალითოა. ჟიული შარტავა არის სიმბოლო სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერის. საქართველოს ეროვნული გმირის 80 წლის საიუბილეო თარიღი ტრადიციულად აღინიშნა მის მშობლიურ ქალაქში. სენაკში დილიდან ხალხმრავლობა იყო ჟიული შარტავას ბიუსტთან. გარდაუვალი სიკვდილის პირისპირ დარჩენილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის გმირობა საქართველოს ამ კადრებმა შემოუნახა. ჟიული შარტავა აქ შეიარაღებული სეპარატისტების გარემოცვაში აფხაზეთის მაშინდელი მთავრობის სახლის წინ დგას, სადაც მშვიდობის და ერთიანობის იდეები აღარ ესმით.